მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს იმ დროს TikTok-ზეც გავაკეთე, მაგრამ დღეს კიდე რაღაც ისეთი წამოვიდა ინფორმაცია, რომ ჯობია გავაკეთო ნაკადი და რა არ ვიცი რა, მოდის ინფორმაცია. მოდით ასე გავაკეთოთ, რომ უბრალოდ ვკითხოთ რა უნდა, რომ გვითხრეს ტარო, ხო? თქვენ პრინციპში ეხლა არ გავაკეთებ იმასაც სიგნიფიკაციას, ალბათ გვეტყვიან ჩვენ რაღაცას, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ აუცილებლად. ნახოთ, აბა რატომ მოინდომა სივრცემ ასეთი ვიდეო ჩამეწერა თქვენთვის, ხო? ნახოთ, აბა რატომ რა ისეთი ინფორმაცია უნდა მივიღოთ ჩვენ აუცილებლად. Так, чему საყვარელო ადამიანებო, კარგებო. Так, ესე იგი ნახეთ, აქ ექნება უკვე რამდენიმე მოდის ინფორმაცია. შეიძლება ზოგისთვის არის სამი მაღალი არკანი. ნახეთ, იმიტომ ვთქვი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანია და რაღაც არ არის აქ ახლა ისეთი ინფორმაცია, რომ თქვა, რომ არ მივაქციოთ ყურადღება. ინფორმაცია მოდის ისეთი, პირველ რიგში აქ ეგრევე მაჩვენებენ, რომ თქვენ ხართ უკვე ეხლა მზად და მაღალი ძალები მაგაზე ზრუნავენ და უნდათ რომ თქვენ იცოდეთ, რომ თქვენ გადადეხართ რაღაც ახალ ეტაპზე. რადგან ყურუმია, რა თქმა უნდა, მაგასაც მივაქცევ ყურადღებას და ვეტყვი, რომ აქ შეიძლება იყოს თქვენი წინსვლა თქვენ საქმიანობაში, თუ თქვენ ხართ ეზოტერიკოსი, თქვენი გაძლიერება იქნება, თქვენი პროფესიონალიზმი გამოჩნდება აუცილებლად. პლუს კიდე შეიძლება იმათთვის, რომ ვისაც აქვს დაუშვათ შეიძლება თავისი საქმე, ხო? თავისი ბიზნესი, ესეც არ გამოირიცხება, გექნებათ ძალიან მაგარი დონის წინსვლა. ეს ახლა მოდის პირველი სიგნიფიკაცია, კიდე გეტყვით ახლა. ესე იგი რაღაცა პერიოდი ეტყობა თქვენ დაასრულეთ, მაგრამ აქ ვიღაცა გამოდის, იცით როგორი თემა არის, იწყება თქვენი გაძლიერებული სულიერი განვითარება. აი ეს არის პირველი სიგნიფიკაცია. აქ კიდე ბევრი შემიძლია გითხრათ, მაგრამ კიდე მეორე სიგნიფიკაცია არის, რომ თქვენ ცხოვრებაში ჩქარობს ადამიანი, რომელიც ძალიან თქვენ მას არ იცნობთ, შეიძლება თქვენ მაგაზე ფიქრობთ და უნდა გრძნობდეთ, იმიტომ რომ ინტუიცია გაქვთ ძალიან მაგარი. მაგრამ აი აქ თქვენ ამ ადამიანის მოახლოვებას უნდა გრძნობდეთ. იმიტომ რომ საერთოდ როცა არის, აი ეს არის როგორი მომენტი, იცით რომ აი როგორ მოგივა შენ დეპეშა და სადაც წერია რომ აი სტუმარი მოდის, შენ მას არ იცნობ, მაგრამ მიიღე რა, რაღაცა ეგეთი მოდის აქ დეპეშა, იმიტომ რომ მაგრამ ინტუიციით აი მონათესავე სულები, ნუ ჩვენ ახლა გავშლით კიდე ნახოთ, საერთოდ გრძნობენ ძალიან მაგრად ერთმანეთს რა, ანუ ალბათ გქონდა თქვენ ეგეთი შეგნება, ან ასეთი მომენტები ცხოვრებაში, როცა აი რაღაცა ვგრძნობ, რომ ეს უნდა შემოვიდეს, ვგრძნობ, რომ ეს უნდა მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ვგრძნობ, რომ აი ეს ასე უნდა იყოს და აი ეხლაც თითქოს აი თქვენ სივრცეში არის ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის თქვენ ცხოვრებაში. პლუს კიდე აქ იქნება ვიღაცისთვის იქნება აღიარება სამსახურში, მაგრამ ეს როგორი მომენტი არის, იცით, აი მოულოდნელად, ჯერ აი არ გეუბნებიან მოულოდნელი თემა. ვიღაცას იქნება მომენტი, რომ აი თქვათ მოგიწევს შეიძლება გადასვლა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში. პლუს კიდე ვიღაცა შეიძლება წავა ისეთ ადგილზე, სადაც იქნება მისი, სიძლიერის ადგილი რა, სადაც რაღაცა ისეთი ენერგიებით შეივსებით, რომ გაძლიერდებით უფრო, მაგრამ ის რომ აქ ისეთი უძლიერესი რაღაცა წინსვლა გელოდებით, ეს არის უეჭველი. მოდით აბა კიდე ვკითხოთ ახლა კიდე აი ამით შეიძლება რამე არ ვთქვი და კიდე რა გინდათ რომ აი მაღალ ძალებო ამით რომ გვითხრათ. Ну, в принципе, ვგივთქვი.
პრინციპში კი თქვი ნახეთ შეხედეთ. აი პროსტა შეხედეთ რა. აქ ახლა მიდის რა, ახალი ეტაპი, ნახეთ იწყება. აქ ყველა ვარიანტში თქვენ განთავისუფლდით რაღაც მომენტებიდან, რომელიც აი ზოგჯერ შეიძლება უკვე აი თავსაც ატყუებდით რაღაცა, ეს შეიძლება ურთიერთობას ეხებოდა, შეიძლება დაუშვათ თქვენ გინდოდათ რამე ახალი, თქვა პროფესიის არჩევა, ხო? მაგრამ აი სულ რაღაც იძახდეთ, შევფიქროთ, რომ არ გამომივა, ვერ შევძლებ, ანუ ეს არ არის, თქვათ, ეხლა ნუ ალბათ ვერანაირად ვერა რა, ეგეთი რაღაცა იყო, მაგრამ აი აქ ეს პერიოდი ისეთი იქნება, რომ ყველანაირი თქვენი დაბრკოლებები, თქვენი რაღაცა ისეთი აზრები, რომელიც თქვენ არ გაძლევდნენ საშუალებას, რომ გქონდეთ წინსვლა, ის წავა. კიდე აქ თუ დაუშვათ, გქონდათ რაღაცა ისეთი ურთიერთობა, რომელიც აი თქვა, ეხლა კარმული რა თქმა უნდა ურთიერთობა, რომელიც ეხლა გამოდიხართ რა აქედან, იმიტომ რომ შეიძლება მანდ იყო ღალატი ვიღაცისთვის, შეიძლება იყო ტყუილები, შეიძლება იყო ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ თვითონ ვერ გრძნობდით კარგად თავს, ან გრძნობდით, მაგრამ თავს ატყუებდით რა, იმიტომ რომ ადამიანი გიზიდავდათ, ადამიანი კარმული სიტუაციიდან ძალიან რთული გამოსვლა, იმიტომ რომ შენ თვითონ ვერ ხსნი რა მჭირს, მინდა გრძნობ, ვიცი რომ უკვე დასრულდა, ვიცი რომ უკვე აქ მე ადამიანთან არაფერი მესაქმება, ხო? არც არანაირი წინსვლა მექნება, მაგრამ ვერ ვუშვებ და ანუ ისევ რაღაცით თავს თქვათ ვატყუებ, ხო? რომ აი და ვამართლებ ყველა მის საქციელს, ხო? აი ეს სიტუაცია დასრულდება, რაღაცა პერიოდი, უძლიერესი პერიოდი გაიარეთ თქვენ და აი შემიძლია გითხრათ, რომ აქ გელოდებათ საკმაოდ უდიდესი წინსვლა. ნუ ეს არის როგორი, ნახეთ, აქ არის ეს მომენტი, როცა საერთოდ არის პერიოდები რა, დაუშვათ აი ახლა ამ შემთხვევაში თქვათ 9 წელიწადი, თქვათ 7 წელიწადი, ხო? გადის და მე ამ უკვე პერიოდის მერე იცვლება ჩვენი ცხოვრება, ხო? ნუ დააკვირდეთ ახლა თქვენ თვითონ. აი აქ ყოველ შემთხვევაში ვინც ახლა ამას უყურებთ, თქვენთვის ეს აქტუალური იქნება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ან 7 ან 9 წელი გავიდა და ანუ მოვიდა ის პერიოდი, როცა უკვე თქვენ სრულად შეიცვლება თქვენი ცხოვრება, რაც უკვე თქვენთვის არ არის საჭირო, ის ყველა ვარიანტში თქვენი ცხოვრებიდან წავა, რაზეც თქვენ იყავით მიჯაჭვური, რაზეც თქვენ ახლა, რაზეც თქვენ ვერ უშვებდეთ და თავს ატყუებდეთ, აი ესეც აუცილებლად უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. კიდე რას მეტყვით ახლა აქა? კიდე რა ინფორმაციას მოგვაწოდებთ? უნდა ვნახოთ. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, რომ აი ფინანსური მდგომარეობა გადავა რაღაც სხვა ეტაპზე. იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, ნახეთ, შეიძლება გქონდათ თქვენ რაღაცა პერიოდი, როცა თქვათ, ნუ ძალიან ისეთი წინსვლა არ გქონდათ, ხო? ან როგორ არის, იცით კი იყო, ან ძალიან ნელა. აი აქ დაიწყება რა? წამოვლენ თუ თქვენთან დაუშვათ და გაიხსნება გზები. წამოვლენ ადამიანები, ვისაც თქვენ სჭირდებით. ანუ ეს ახლა თუ კლიენტებთან მუშაობთ, კლიენტები წამოვლენ. თუ დაუშვათ თქვენ სამსახურს ეძებდით სხვას კი, თუ თქვენ დაუშვათ თქვენი, აი აქ გაგეხსნათ რაღაცა ნიჭი და სწავლა მოგინდებათ და ამას გადადებდით ხოლმე, კი იტყვით, რომ всё მზად ვარ, უნდა ვისწავლო რამე ახალი შეიძლება იყოს, ხო? მომენტი. კიდე თუ იყო დაუშვათ სიტუაცია, რომ თქვენ არ უშვებდით არავის თქვენს ცხოვრებაში, ხო, ახალ ადამიანს თქვა დაუშვათ, ან არ შემოდიოდა ისეთი ადამიანი, ან თუნდაც ახლა ეს სიტუაცია რომ გაშორდეთ, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ეგეთი ენერგია. პლუს კიდე აქ არის ძალიან კარგი, ანუ რა მომენტი კიდე იცით კარგი, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა ცოდნა, თან ეს ცოდნა, რომელიც არის ძალიან აი საჭირო ბევრი ადამიანებისთვის და ეს
ამ თქვენი ცოდნისთვის ადამიანები მზად იქნებიან, რომ გადაგიხადონ, იმიტომ რომ თქვენ ხართ საჭირო, აქ საჭირო, არა აქვს მნიშვნელობა, რითი ხარ დაკავებული ახლა ამ შემთხვევაში. არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, ხო? ეხლა თუ რო ყოფილიყავ, თქვა, აქ იჯდეს ეზოტერიკოსი, ვეთყოდე, რომ შენი ცხოვრება იცვლება და ნამდვილად ეს თუ შიში გქონდა, რომ შენ ვერ შეძლებ, ყველა ვარიანტში შეძლებ, იმიტომ რომ აქ სიტუაცია იცვლება და აქ თითქოს როგორ არის, იცით, თქვენი წინსვლა არის, იმიტომ რომ აი ახალ ეტაპზე გადადიხართ. აქ თითქოს როგორი მომენტი, თქვენი აღიარებაც არის ერთგვარი რა. ანუ თითქოს დავუმტკიცებ უკვე მე, რომ ну შეიძლება თქვა და უკვე აკეთებთ რამეს, ხო და უკვე აი იხსნება რაღაც მომენტები, რა, ну აქაც გვაჩვენეს გახსნა, აღიარება. აქ სხვათა შორის ვიღაცა შეიძლება თქვა თანამდებობას შეცვლის, ან შეცვლის სტატუსს, რამის სტატუსაც კი შეცვლის სხვათა შორის. კიდე რა მომდის, იცით, აი არ ვიცი ეს ვისთვის იქნება აქტუალური, მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ერთი ადამიანისთვის ან რა ვიცი, რამდენი რომ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, ვისგანაც თქვენ შეგიძლიათ დაურსულდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს გინდოდათ, მაგრამ არ გამოდიოდა, იცოდეთ და აი აქ თქვენ სივრცეში შემოდის ეს ადამიანი, იმიტომ რომ ну ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო თქვენი შვილის мама. ну ეს არ ვიცი, შეიძლება ერთი ადამიანის თოფში შემოვიდა ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით რა. კარგით, კიდე ახლა ამ დასტაზე კიდე ავიღებთ და მე კიდე სხვა დასტა ვნახოთ, აბა რას გეტყვის ჩვენ ნაკადიდან კიდე რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რატომ ასე ამაფორი აქეთ თქვენ და ასეთი გაშლა გამაკეთები, რა უნდა იცოდეს აუცილებლად ადამიანმა. ну ხო გითხარით, აი ახლა პრინციპში ამიტაც ხო უკვე მაჩვენებენ, რომ უკვე და აქ პრინციპში ყველაფერი გითხარით რა, რომ აქ ადამიანი გამოდის სიტუაცია, აი თუ დაუშვათ, იყო თქვენთან ცოტა სტაგნაციური სიტუაცია, ეს სიტუაცია დასრულდება და აქ ახალი ეტაპი დაიწყება თქვენ ცხოვრებაში რა. აქ უკვე პრინციპში ყველაფერს გვაჩვენეს და გვითხრეს, რომ აქ ეს უკვე თუ იყო ჩაკეტილი გზები, თუ თქვენ დაუშვათ რაღაცას, აი თუნდაც ფინანსებს აქ ძალიან ეხება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პენტაკლებია რა. თუ დაუშვათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა იყო ცოტა ისეთი, რომ აი ცოტა მოგვიანებით მე პულზეს გავაკეთებ გაშლას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პენტაკლები არის აქ რა და აქ ახლა გვეუბნებიან ჩვენ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება. ანუ თითქოს სამყარომ გვეუბნება ჩვენ, რომ ანუ ეხლა არის ბოლო ეს ეტაპი, შენ გამოდიხარ იმ პერიოდიდან, ძალიან მტკივნეული იყო შენთვის, შეიძლება სხვადასხვა სფეროებზეც, მაგრამ აქ უფრო აქცენტს აკეთებენ მაინც ну ან მიწიერ ცხოვრებაზე, ან უფრო ფინანსებზე, ხო? ну შეიძლება კიდე პენტაკლები, შეიძლება ჯანმრთელობაზე სხვათა შორის რა. აი ესეც არის რა. აქ სხვა კიდე იცით როგორი მომენტი, თუ ვიღაცას თქვენ მოგატყუეს რაღაცა სახლის თაობაზე, აქ ფულის დაბრუნება მოდის. რაღაცა შეიძლება იყო, რომ აი იყიდეთ სახელი და აუშვათ, ან რაღაცა ფული ჩადეთ, მაგრამ არ გამგიმართლათ და აი აქაც დაგიბრუნებენ ამ ფულს, ვისაც თქვათ ახლა გქონდეთ აი ეს მომენტი რა. და კარგით, ახლა ესე იგი აქ ეს აქეთ გადავდეთ ჩვენ ამ კატას ხო? ვაჩუქოთ და კიდე მინდოდა გამეკეთებია კიდე, აბა ნაკადი რას გვეტყვის ჩვენ? ხან ნაკადიდან როცა მოდის ინფორმაცია, საერთოდ ძალიან საინტერესოა და დააკვირდეთ რა. თორე ხა მაგის ამ გაშლას მე არ ვაკეთებ ხშირად, მაგრამ როცა უკვე ესე რაღაცნაირად მომაწვა დღეს, ну ხო გეუბნებით ჩქარობს რაღაც. აქ ვიღაცამ დაასრულა გაკვეთილი. აი ნახოთ კიდე რას გვეტყვის ჩვენ ტარომ. კიდე რას გვეტყვის. აი ნუ შეხედეთ. просто შეხედეთ რა ხდება. ერთი დასთა მეორეს ადასტურებს რა, რომ აქ ყველა ვარიანტში ნახეთ რწყავდი შენ
სიხარულს და სიყვარულს და ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ ეს შემოსულიყო. აქ გეუბნები პერიოდი ხო გითხარით დასრულდა, მაგრამ შეიძლება ზოგს არც გჯეროდა თუ ეგრე ეს თუ როდესმე დასრულდება ეს ცოტა რთული პერიოდი, მაგრამ შეხედეთ აქ როგორი ბედნიერება შემოდის თქვენთან. ნუ მე დღეს ვფიქრობ, რომ მაღალი ძალებს უნდა ჩვენთვის აი ეს სიხარული გაიზიარება, რომ თქვა, ნუ შეიძლება იმიტომ რომ პერიოდი ხო გითხარით, ცოტა ესეთი პერიოდი, როცა ნუ ჩემთან ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი მწერს და ბევრი კლიენტები მოდიან ახლა ჩემთან, აი ზოგი ისტერიკებში და როგორ არ მირეკავენ, რომ აი ესეთი ყველაფერი არანაირი არ არის თქვა ძრა, ან ძალიან ცუდი პერიოდი, ზოგი შორდება პარტნიორს, ზოგი ნუ კაროჩე სამსახურს კარგავს. არის ეგეთი პერიოდი, ახლა ეს მე იმ დღესაც გითხარით, რომ ხა მე ასტროლოგი არა ვარ, მაგრამ უბრალოდ ვუსმენ და ვიცი, რომ ეს მიდის ეს ცვლილება, მაგრამ ტაროც იგივეს გვაჩვენებს, რომ რაღაცა ძალიან გაგეხარდება და ძალიან ბედნიერება არის იქნება. აქ ვიღაცას შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება დაგპატიჟონ კორცილშიც, ხო? ნუ საჯარო გაშლა, ან დაბადების დღეზე, მაგრამ აქ რაღაცა ძალიან მაღალი, აი უმაღლესი დონის გამარჯვება არის თქვენი, როცა თქვენ თვითონ გახარებული იქნებით, იმიტომ რომ ნახეთ, თუ თქვენ დაუშვათ, რამეს ფიქრობთ, აი რა შემიძლია მე გავაკეთო ისეთი, რომ ვიყო საჭირო ადამიანი, ყველა ადამიანისთვის, რა, მინდა რომ დავეხმარო, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ სულ ყველას, ნუ მეტნაკლებად გვაქვს ეს სურვილი, რომ ვიყოთ ნუ საჭირო სხვებისთვის, რა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პრინციპში ყველაზე დანიშნულება, უბრალოდ სხვადასხვა სფეროში, რომ ვინ რითიც არის დაკავებული, იმით უნდა რომ იყოს საჭირო, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა, აი არა დააკვირდეთ თქვენ თვითონ, უბრალოდ რომ არა აქვს მნიშვნელობა, რითი ხარ დაკავებული, ჩვენ ყველა ვარ ერთმანეთისთვის, ხო? უბრალოდ თუ შენ გააქვს სურვილი და ფიქრობ, რა კიდე შემიძლია გავაკეთო ისეთი, რომ ჩემი საქმე მე თან უნდა მახარებდე და თან რო სხვებისაც იქნება ეს კარგი, აი მაშინ მოგივათ აუცილებლად ინსაიტებიც მოგივათ, ფინანსებიც და ყველაფერი რა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ როცა ვფიქრობთ იმაზე, რომ სამყაროსთვის რამდენად ანუ ვიქნები მე საჭირო, აი ეხლა ფინანსები ხო, რამდენადაც საჭირო ხარ, იმდენ ფინანსებსაც იღებ. რამდენსაც შენ გასცემ სამყაროსთვის, ხო, სამყაროს რასაც გასცემ, იმდენს დაგიბრუნებს სამყაროც. მიხვდეთ რა ხდება? არის რაღაცა პერიოდები, როცა ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ, აი შენ ახლა აქ მარტო შენზე ფიქრობ, რომ მარტო შენ იყო კარგად, თუ ფიქრობ იმაზე, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რომ ვიყო საჭირო სამყაროსთვის და აი აქ ბევრი აქნაფიქრები და უკვე მთავრდება ეს პერიოდი და აი ნახეთ რამხელა სიხარული, რამხელა ბედნიერება, რამდენ ადამიანს თქვენ გაახარებთ თქვენი ამ გადაწყვეტილებით რა. და ამ აზრებს ნახეთ აქ ახლა თქვენ უშვებდით ამ ფიქრებს, ამ აზრებს სამყაროში, ნახეთ, თქვენ ამას რწყავდით. ეს რას ნიშნავს რწყავდით? როცა თქვენ პოზიტიურად ფიქრობთ, პოზიტიურად განწყობა გქონდეთ, შეიძლება წერდით, ხო, მანიფესტაციებს, თქვათ, ან იმ დღიურს, რო გეუბნებით, სულმადლიერების დღიურს. ამას თქვენ აკეთებდით. ნახეთ, ახლა გეტყვით მე თქვენ, არის აქ უნდა მოთმინება გქონდეთ, ხო, როცა თუნდაც აი მედიტაციას აკეთებთ, ხო, და გინდათ ახლა სიუხვეზე, გინდათ ახლა სხვა თემებზე რა, ანუ ბიბლიოთეკაში ჩვენთან კლუბში არის, თუ ვინმეს გინდათ კი, მე ხა ნახოთ შეიძლება TikTok-ზე დავდო ეს მედიტაციები შევხედავ, რომ იქ გქონდეთ და მაგრამ როცა შენ ამას აკეთებ, შეიძლება არის როგორ, აი თქვა დაგანახებენ, რომ არიქა და всё ვწერ მადლიერებას და მართლაც ყველაფერი მომდის, მაგრამ მე შეიძლება იყოს შეჩერება. აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, როცა აი თითქოს სამყარო გამოწმებს შენ აი რაღაცა აჩერებს რა მომენტზე, შენ ახლა აი აქ 10-იანი ხმალები, სადაც როგორი ენერგია გაუძლებ თუ არა, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება იტყოს, რომ მოიცა არაფერსაც ეგ არ მუშაობს, სიტყვილად ვზივარ და ვწერ რაღაც სისულელეებს, მეც კიდე ავყევი ამ სისულელეს და დროს ვკარგავ და აი ეს არის ზუსტად შემოწმება შენი მოთმინების, შეგიძლია მოითმინო თუ რას იზავდა. აი როცა შენ მოითმენ, შეგამოწ, ჩვენ სულ გვამოწმებენ, ნუ ეხლა ნახეთ, როცა შენ
ხო ვამბობ ჩვენ რომ აქ სული მოდის იმისთვის რომ ისწავლოს. როცა ჩვენ რაღაცას სწავლობთ, მერე ჩვენ რა შვებით გამოცდას ვაბარებთ, ხო? ასე არის ზუსტად აქაც. შენ დაიწყე, ისწავლე მადლიერების, თქვათ, ეხა წერილის დაწერა, აი მადლიერებას მე ვწერ ყოველ დღე სიტყვაზე, ხო? მერე უკვე კი სამყარომ შენ რაღაცები დაგაჯილდოა, რაღაცები მოგცე სიტყვაზე, ხო? მერე გამოწმენს შენ რისთვის ამას აკეთებ, ხო? აი რისთვის აკეთებ ამას, შენ კიდე გააგრძელებ, რომ კიდე გინდა უფრო მეტი მიიღო და შენ თუ დაუშვა დანებდები და იტყვი რომ ო არ მინდა რა მოიცადე რა ისედაც ვამბობ მადლობას ღმერთზე ყოველ დღე და აი მაგ შემთხვევაში შეიძლება ცოტა ისე იყოს რა. მაგრამ აი აქ მე გეუბნებით რომ თქვენ აქ ნამდვილად ეს მოთმინებაც გქონდათ, ნამდვილად თქვენ გაუძელით ყველაფერს, რაღაცა გქონდათ, აქ ცოტა ისეთი მტკივნეული თემა, მაგრამ ეს თემა სრულდება და გადიხართ ნახეთ რამხელა ბედნიერებაში, რამხელა წინსვლაში, სამყარო თითქოს აი გიხსნის ყველაფერს, გიშლის ხელს, რომ გეუბნება, რომ ყველაფერი რაც შენ ჩაიფიქრე, რაც შენ მორწყი, რაც შენ ახლა გჯეროდა, ყველაფერს აბსოლუტურად მოგიტან, ჩვენ შევისმინეთ შენი ფიქრები. მიხვდით? აქ ნახეთ თასების დედოფალი, ანუ ეს ადამიანი, რომელიც არის აი ძალიან მაგარი ინტუიცია, ძალიან აი კარგად გრძნობს ყველაფერს, ხო? აი ნახეთ როგორ ზის აქ და სთხოვს და კიდევაც რასაც სთხოვე მოგეცემა სამყარომ შეგისმინა. ნუ კიდე ერთი რაცაც ავიღებ და ნუ 10-იანი პენტაკლების მეტი რაღა უნდა ილაპარაკოს აქ ადამიანი. კი ბატონო. აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. თქვენ კიდევაც რასაც სთხოვდით, რასაც თქვენ ნერვიულობდით. ნახეთ რამხელა ჯილდო გეძლევა თქვენ პენტაკლების 10-იანი. აქ განდეგელი აქ ადამიანი შეიძლება იჯდა ნერვიულობდა საერთოდ ფინანსებზე. ნერვიულობდით, კი ბატონო, შეიძლება გქონდა თქვა ცოდნა ბევრი მივიღე, მაგრამ ვის გავცე ეს ცოდნა მე არ ვიცი. აქ გამოჩნდება ადამიანები, ვისაც უშუალოდ თქვენი ცოდნა სჭირდებათ. ვისაც აი თქვენ იქნებით საჭირო. თქვენ აი აქ შეიძლება ხო გითხარით იგივე რასაც ვილაპარაკე, პრინციპში ეს გვაჩვენეს რა. ვწერდი, მაგრამ ნერვიულობდი, არ ვიცი, გამომივა, არ გამომივა, ხა მივიღვიძებდი. აქ იყო ნამდვილად, ნუ გვაჩვენეს აქაც, რომ იყო რაღაცა რთული პერიოდი, მაგრამ გვაჩვენებენ, რომ ნამდვილად შენ გაუძელი, ყოჩა, ყველაფერი კარგად იქნება შენთვის. ანუ რასაც შენ ფიქრობდი, რასაც შენ სთხოვდი, რასაც შენ ნერვიულობდი, ყველაფერი ანუ დაგემთავრდება ზეიმით. ეხლა აქ ხო მე მგონი თქვი ხო, რომ შეიძლება კორცილში დაპატიჟებენ ვიღაცა, წახვალთ კორცილში სხვათა შორის. ან რაღაცა დაბადების დღე, ზეიმზე, რა ვიცი, ეხლა ეგეთ რამეზე. კი, რა სრულდება? რა დასრულდება? всё, აი ეს პერიოდები დასრულდება. წინსვლა გელოდებათ, განულება მოდის თქვენ ცხოვრებაში. თუ არ იცოდი, სად უნდა წასულიყავი, გზა გაგიხსნება, აი ნახეთ, გადიხართ ამ რთული პერიოდიდან, აი როცა იცით როგორი პერიოდიდან, აი რო ძალიან ნერვიულობდი და თქვათ ახლა არ ვიცი სად წავიდე, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი ჩემთვის რა ჯობია, აი დასვენება მინდა, აი ეს არის აფორიაქებული რაღაცა მდგომარეობა რა, აი რაღაც ვეღარ გავიგე რა ხდება და აი ზუსტად აქ ახლა всё მაღალი ძალები გვეუბნებიან რომ მორჩა ხო ხედავ 10-იანი ხო გითხარ, აგერ არის ტუზე. всё ანუ გამოგიყვანთ ჩვენ ამ მდგომარეობიდან შეგიმსუბუქეთ ყველაფერს, ყველანაირად შენი აი ესეთი მდგომარეობა გაუგებრობა წავა აქ ვიღაცა წავა და სასვენებლად სხვათა შორის კი ბატონო, კი ბატონო წავა ხო თქვი და კი ბატონო. აქ სხვათა შორის აი რითიც დავიწყე, იმით კიდევაც მგონი დავამთავრებ. აჰა თქვენ მზე კიდე. ვიღაცა ერო ვთქვი რომ ვიღაცასთან მოდის ახალი ადამიანი, ახალი სიყვარული, ახალი ბედნიერება,
ელო დაელოდეთ მოვა, მაგრამ აი აქ თქვენ რა არჩევანსაც გააკეთებთ, ეს არჩევანი იქნება ძალიან კარგი. ან უკვე გააკეთეთ თქვენ ეს არჩევანი, უკვე გააკეთეთ, რომ მე კი ბატონო, მე მადლიერი ვარ, მე ვუცხადებ მადლიერებას სამყაროს და სამყარო აუცილებლად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის რაც მე ვთხოვე შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში. აქ დაჟე თხოვნა კი არ არის, აქ მიღება, რაც მე მივიღე, რასაც მე ვიღებ მე მზად ვარ იმისთვის, რომ მივიღო ეს სიუხვე და აი ამისთვის სამყარო გეუბნება. აი ძალიან კი ბატონო, ხო? აი გეუბნებით, რასაც შეიძლება ყველანაირ თქვენი დარდე წავა. აი ნახეთ რა კარგი ენერგიები შემოდის. რასაც მე თქვენ გისურვებთ როგორც ყოველთვის. რომ იყოთ ბედნიერები და კარგები და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენ გელოდებით თქვენ ლაიქებს, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა მე გადმოგეცეთ და სამყარომ აი ასეთი კარგი საინტერესო დღეს მოგცა ჩვენ შენიშნა. всё. შენიშნა კი არა ნიშანი, მაპატიეთ რა ზოგჯერ ახლა რომ ცოტა მერევა ხოლმე ქართულში, მაგრამ მაპატიეთ გულით მინდა რომ თქვენ გადმოგცეთ ინფორმაცია რაც მომდეს.